მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის მენელს მაყურებელს მე ასტროლოგი ტელეწამყვანი მიხეილ ცაგარელი დღეს წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარია 10-16 ნოემბრის შუალედში მდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე. უპირატეს ყოვლისა აღნიშნოთ, რომ დედამიწა სწორედ უკვე ამ კვირიდან გადაინაცვლებს დადებით პოზიტიურ ენერგოველში. რაც სასიკეთოდ იმოქმედებს თითოეულ შედეგაზე, იმიტომ რომ შედეგად მოემართებს ურთიერთგაგება ადამიანებს შორის, უფრო ადვილი იქნება ხელშეკრულებების დადება, მოლაპარაკებების წარმოება, ახალი იდეების, პროექტების რეალიზაცია, მგზავრობა, მოგზაურობა და სხვა სასიკეთო ცვლილებების ტენდენციები უფრო ადვილად განხორციელდება. ამიტომ ყველა ზოდიაქოს ნიშანი იგრძნობს ამ სასიკეთო ტენდენციებს ამ კვირისა. ვეცადოთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ უკვე ამ კვირიდან ან განვაახლოთ, ან დავიწყოთ. და დავიწყოთ ვერძის პირველი ნიშნით, რა ტენდენციები ელოდება ვერძს, რაც უკვე ეს კვირა უფრო მშვიდია, წინა კვირისგან განსხვავებით, მოგეცემათ არაერთ საშუალება, შესაძლებლობა იმისა, რომ მოელაპარაკოთ ამა თუ იმ საკითხებს. ეს ეხება როგორც ბიზნესს, ასევე პირად ურთიერთობებს. შეიძლება არაერთ საინტერესო იდეა ჩამოაყალიბოთ, მათი რეალიზაცია შექმნათ რეალიზაციის პირობები წარმოაჩინოთ, სხვათა შორის ერთობლივი პარტნიორი თანამშრომლობაც საკმაოდ კარგი იქნება. მთლიანობაში ნაყოფიერი პერიოდია მაგალითად ბიზნესისთვის, თქვენი შემოქმედებით ინჩის უნარის გამოსავლენად, ახალი შეიძლება სტრატეგიული გეგმების დასახვისა და გარკვეულწილად მათი რეალიზაციისათვის, თუმცა კოსმოსი ისე ვითხოვს თქვენგან საიდუმლოს დაცვას. ანუ უმჯობესი იქნება აქაც ჯერ ნაბიჯი გადადგათ ამ კვირის განმავლობაში და მერე გათქვათ, თუ რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ, ვისთან ერთად აპირებთ თანამშრომლობას და ასე შემდგომ. მაშინ კვირა იქნება გაცილებით უფრო პოზიტიური და სასარგებლო თქვენთვის. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 11 და 15 ნოემბრის დღეები და რიცხვები და არ ვარგათ 13 ნოემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, საკმაოდ ჰარმონიული, კარგი პერიოდია თქვენთვის. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ფსიქოემოციური სტაბილურობაც აქ მეტად გაუმჯობესდება და ამასთან ერთად თქვენ შინაგანი სიბრძნე მოგემატებათ, უბრალოდ ზნულად იმოქმედებთ და ილაპარაკებთ, ამასთან ერთად კარგი პერიოდია კარიერული განვითარებისთვის. აქ შეიძლება არაერთ საინტერესო წინადადებები მიიღოთ, გარკვეული პერსპექტივები დაინახოთ, თუმცა აი კოლექტიური ძალისხმევა, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა შეიძლება, მოდი ასე ვთქვათ, უფრო კარგად წარიმართოს სოციუმში. აი როცა თქვენ ხართ სოციუმის წევრი, აი აქ ხელმძღვანელებთან, ჯგუფის წევრებთან ურთიერთობა იქნება ძალიან კარგი. დავუშვათ ისიც, რომ ფინანსური კუთხით, ასევე ცოტა მოდი მეტად ასე ვთქვათ, იყოთ თავდაჭერილი, ეკონომიური, თუ შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ აქ შეიძლება მიიღოთ წინადადებები პარტნიორებისგან, რომელიც საბოლოოდ მერე ფინანსური კუთხით არ ექნება მომგებიანი და აქ კარგად გაიაზრეთ. 7-ჯერ გაზომოთ გაჭერის პრინციპით იმოქმედოთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ, ამან მერე თქვენ ფინანსებზე ნეგატიური ზეგავლენა არ მოახდინოს. თუმცა პერიოდი კარგია პარტნიორული სასქესო კონტაქტებისთვის, ქორწინებისთვის, ასევე ხელს უწყობს შემოქმედებით თქვენი ნიჩის და უნარის გამოვლენას ეს პერიოდი. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 10 და 14 ნოემბრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 12 ნოემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ახლა უკვე ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, ტყუპებო პოზიტიური პერიოდია წინა პერიოდისგან განსხვავებით ეს კვირა და აქ მაგალითად იღბლიანობა მოემატებს. თქვენ შეგიძლიათ მაგალითად რა სხვა სახის ცხოვრებისული საჩუქრები მიიღოთ, გარკვეული შემოსავალი და ამასთან ერთად ეს პერიოდი ხელს უწყობს არაერთი თქვენი იდეის, შეიძლება ოცნების რეალიზაციასაც, უფრო სტაბილური ხდება თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა. ამასთან ერთად კარიერული წინსვლის პერსპექტივები გამოჩნდება, რაც საინტერესო შეიძლება ხელშეკრულებების რაღაც პერსპექტივები, ახალი პროექტების და მათში ჩართვის შესაძლებლობებიც გამოვლინდეს. ყოველ შემთხვევაში პერიოდი ეს კვირა გაცილებით უკეთესია და შანსებით უფრო მეტად ახსოვსია ვიდრე წინა პერიოდი. და ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 11-15 ნოემბრის დღეები და ეს რიცხვები და ცოტა ფრთხილად ვიყოთ 13 ნოემბერს და ამ დღის მიმართ, ამ რიცხვის მიმართაც ვიყოთ ცოტა ყურადღებით. რაც შეეხება გერჩხების ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, საკმაოდ კარგი პერიოდი, ერთ-ერთი ფავორიტი ხართ თქვენ ამ პერიოდისა, ენერგოტონუსი მაღალი, ჯანმრთელობა მდგრადი, ხართ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ლიდერი, პროფესიონალიზმი შეგიძლიათ საკუთარი კარგად წარმოაჩინოთ, ზოგადად თქვენი ამბიცია შეიძლება განხორციელდეს
და ამასთან ერთად დავუშვათ, რომ ცოტა სიფრთხილე წინ დახედულობა გმართებთ ურთიერთობების კუთხით. რატო? მათლობს თქვენში ცოტა ეგოიზმი და დიქტატორული ტენდენციები. ამიტომ ეს თვისებები ზღვარგადასულ ამბიციებთან ერთად ითხოვენ ყურადღებას, რათა ეს არ გახდეს საზოგადოებასთან, ან საზოგადოების ზოგიერთ წევრთან დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზი. ამასთან ერთად შეიძლება მოულოდნელად გაჩნდნენ ისეთ საქმეები, ვალდებულებები, რომელმაც შეიძლება შეცვალონ ზოგიერთი თქვენი გეგმები, იმიტომ რომ ვალდებულების შესრულების წინაშე აღმოჩნდებით. ამას შეიძლება გარკვეული პროტესტი გამოიწვიოს, შინაგანი, ასე ვთქვათ, უკმაყოფილება თქვენი მხრიდან. ამავდროულად ეს პერიოდი ცოტა ტრაუმულია, ამ კუთხითაც ვიყოთ ცოტა ყურადღებით, ამიტომ უსაფრთხოების ტექნიკა, საჭესთან სიფრთხილე, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთლიანობაში ეს კარგი პერიოდი პრობლემის წინაშე არ დადგეს. აღნიშნოთ, რომ მაინც სასიკეთო ცვლილებები გაცილებით მეტია, ეს პერიოდი ხელს სკობს ვიმეორებს საინტერესო იდეების რეალიზაციას, თქვენი პოპულარიზაციის ზრდას, იღბლიანობის მატებას. ის ნეგატიური წყალმშედინებები გავითვალისწინოთ, მაგრამ შესაძლებლობა, რომ ყოველხრივ კარგი მაგათ კონკურსებში, ლატარებში მონაწილეობის მიღება იქნება ძალიან კარგი. გაცილებით უკეთესი იქნება თქვენი ურთიერთობა სასქვალო პარტნიორებთან. შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი რომანტიკულ თავგადასავლებში წარმოჩნდეს და შვილებთან ურთიერთობა გაცილებით უფრო მაღალ დონეზე ადის, რაც ხელს უწყობს ვიმეორებ თქვენი ავტორიტეტის ზრდას. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 10 და 14 ნოემბრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 12 ნოემბრის დღე და ეს რიცხვი. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნეშტელაოდებლებს წინა პერიოდისგან განსხვავებით ეს კვირა უფრო პოზიტიურია. აქ უფრო მეტად მაგალითად თავს გზნობთ უფრო მშვიდად და კომფორტულად. ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას თვითრწმენა მატლობს. სახლში, ოჯახში შეიძლება სასიკეთო ცვლილებები მოხდეს და ამასთან ერთად მაგალითად საყიდლებისთვის და საინტერესო მოვლენებისთვის პერიოდი უდავოდ კარგია. აი კრიტიკული შენიშვნებიც კი, რომელიც შეიძლება თქვენი მხრიდან, ასე ვთქვათ, იყოს გამოვლენილი და სხვა დროს ეს ძალიან თუ აღიზიანებს საზოგადოებას, ვიყופი ადამიანები ახლა ამ თქვენს კრიტიკულ შენიშვნებს გაცილებით შვიდად აღიქვავენ. შეიძლება შეიძლება უფრო კონსტრუქციულად და პოზიტიურადაც კი, რაც მომენტალურად ასე ვთქვათ ყველანაირ დაძაბულობას ხსნის. ეს პერიოდი ძალიან კარგია საოჯახო ურთიერთობებისთვის, სანათესო უკავშირებისთვის და შეიძლება შეიძლება ოჯახში ძალიან ლამაზი კომფორტული სიტუაცია შექმნათ, რაღაცა შეიძლება ავეჯი შეიძინოთ, გაალამაზოთ და გაუმჯობესოთ თქვენი ურთიერთობები ახლობლებთან, რაც ხელს შეუწყობს თქვენ შემდგომ ასევე განვითარებას და წინსვლას. ყველაზე კარგია თქვენთვის 12-16 ნოემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 10 და 14 ნოემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება უკვე ქალწული ზოდიაქოს ნიშნულოვანეს პერიოდი ძალიან კარგია, პოზიტიურია, შედეგიანია. აქ შეიძლება თქვენ კოლექტიურ საქმეებში ჩაერთოთ, კოლექტიურ პროექტებში, რომელიც თქვენ შორის საკმაოდ საინტერესოც იქნება და ხელს უწყობს თქვენს პროფესიონალურ განვითარებას და სპეციალურ მატერიალურ კუთხითაც იქნება საკმაოდ მომგებიანი. ეს ის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს დამატებითი ცოდნის მიღებას, კვალიფიკაციის ამაღლებას. ძალიან კარგი პერიოდია ხელშეკრულებების დასადებად, მოლაპარაკებებისთვის. შეიძლება ახალი საქმე დაიწყონ, ან ახალ უფრო პერსპექტიულ სამსახურშიც გადახვიდეთ, მრავალფეროვანი კონტაქტები, შეხვედრების, მოლაპარაკებების დროა, სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. შეიძლება მიიღოთ საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ახალ პროექტ შექმნის და ახალ საქმეში ჩართავდა, დები, ძმები, მეზობლები, მეგობრები, ყველანი აქ თქვენს მხარეს არიან და ზოგიერთ შემთხვევაში გეხმარებიან კიდეც, რაც თქვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მგზავრობა მოგზაურობის კუთხითაც კი ეს კვირა საკმაოდ ნაყოფიერია. ყველაზე კარგია თქვენთვის 13 ნოემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 11-15 ნოემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნულოვანებს, რომ ეს კვირა გაცილებით უფრო ჰარმონიულია წინა კვირისგან განსხვავებით, თუმცა მაინც ენერგო ტონუსი შემცირებული, ამიტომაც არ გაცივდა და ცოტა მეტად დაასვენოთ საკუთარი თავი. მაგრამ მთლიანობაში სიტუაცია სტაბილურობისკენ მიდის, რაც ხელს უწყობს კარგულ განვითარებას, შემოქმედებით ინჩის დონარის გამოვლენას და შემოქმედებით ნაყოფიერ მუშაობას. ძალიან კარგი პერიოდია პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის. კოლეგებთანაც კი შეიძლება თანამშრომლობა ნაყოფიერი იყოს ფრიად და ამავდროულად მოდით აღვნიშნოთ, რომ ცოტა მეტი ყურადღება გმართოთ ფინანსების მიმართ, ფინანსური ხარჯის მიმართ, ფინანსური ინვესტიციების მიმართ, იმიტომ რომ აქ მაინც რისკი შეცდომის დაშვებისა და ფინანსური დანაკარგებისა არის. ამიტომ ფინანსებთან ვიყოთ ცოტა ყურადღებით და ფრთხილად. ყველაზე კარგია თქვენთვის 12-16 ნოემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 10 და 14 ნოემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნულოვანებს, მორიელებო თქვენი დროა.
და თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, იმიტომ რომ ერგოტონუსი მაღალი გაქვს, ჯანმრთელობა მდგრადია, ფსიქოემოციური სტაბილურობა სათანადო დონეზეა და ამიტომ თქვენ ხართ უშიშარი, მებრძოლი, ენერგიული, აქტიური, ნამდვილი ლიდერი, ხელმძღვანელი, შეიძლება საკუთარ თავზე ინიციატივის აღება, პასუხისმგებლობის აღება, რომ იტყვიან აქტიურობის პიკის დროა. Თქვენი გავლენის სფერო ირგვლივ ადამიანებზე მოიმატებს პოპულარობა და ავტორიტეტი ერთიორად გაიზრდება. ინტუიცია მზარდია, რომელიც ხელსაყრელს სწორი არჩევანის გაკეთებას, სწორი ნაბიჯების გადადგმას. კარიერული კუთხით, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით საუკეთესო პერიოდია. ხელსაყრელს იგი ასევე თქვენს ლტოლვას თავგადასავლებისადმი, რაღაც ახალი შთაბეჭდილებების მიღების, აი ზოგჯერ ექსტრემისადმი მიდრეკილება თქვენი მოიმატებს. და ამავდროულად აღნიშნოთ, რომ ფრეად დავიწყარე საინტერესო პერიოდია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიფრთხილე უნდა დაივიწყოთ. ყოველ შემთხვევაში მიაქციეთ ყურადღება თქვენს სარკასტულ გამოთქმებს, რათა ამით თქვენს ირგვლივ პრობლემები არ შეიქმნათ. Ყველას კარგია თქვენთვის 13 ნოემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 11-15 ნოემბრის დღეები და შეიძლება ამჟამად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მშვილდოსნურ ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მაინც ასეა თუ ისე რთულ პერიოდში ხართ ახლა, ეს არის დაბადების წინა პერიოდი, როდესაც იმუნიტეტი მაინც გაქვთ დაბალი, ამიტომ გავფრთხილდით ჯანმრთელობასაც არ გაცივდეთ. ემოციური კონტროლი აუცილებელია, იმიტომ რომ ფარუმტრებს არ ძინავთ ჭორები, ინტრიგები თქვენ საწინააღმდეგოდ კი სათანადო დონეზე მუშაობენ, ამიტომ აკონტროლეთ ისაც ხდება თქვენ ზურს უკან. და ამის და მიუხედავად ეს კვირა მაინც წინა კვირისგან შედარებით მაინც უკეთესია, იმიტომ რომ თქვენი მოქმედებები უფრო მეტ კონკრეტულ შედეგებს დებენ და ფინანსური შეიძლება სწორედ კუთხითაც პერიოდი იყოს უკეთესი. ეს ის პერიოდი, როდესაც მაგალითად უფრო მეტად იგრძნობთ ხარდაჭერას კოლეგების მხრიდან, ხელმძღვანელთა მხრიდან, რომ ადვილი იქნება თქვენი ზოგიერთი იდეის რეალიზაცია. და ეს ის პერიოდი, რომელიც თანდათან ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ პროგრესს, ბიზნეს პროგრესს. და ეს უცებ არ მოხდება, მაგრამ თანდათან ამ კვირიდან ამას უკვე იგრძნობთ. ამავდროულად, მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენს ხასიათში სარკასტული გამოთქმები, იმპულსურობა, სულსწრაფობა, ნუ ახდეთ მოვლენების ფორსირებას, თორე სხვანაირად შეიძლება სერიოზული შეცდომები დაუშვათ და პრობლემები შეიქმნათ. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 12 ნოემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 10-14 ნოემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თხისკა ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, საკმაოდ კარგი პერიოდი, ერგოტონუსი თქვენი მატლობს, ჯანმრთელობა მდგრადია, შრომისუნარიანობა, მებისკოპა, მოთმინება, შოუპოვრობა, ეს ყველაფერი სათანადო დონეზე და ხელსაყრელს თქვენს წინსვლა წარმატებებს, ეფექტურ მოქმედებებს, ძალიან კარგად შეგიძლიათ აკურთიადობები პარტნიორებთან, როგორც ბიზნეს საქმიან, ასევე სასქვალო პარტნიორებთან და ისინი სხვათა შორის ხელს შეუწყობენ თქვენს აღმოფრენას, გვერდზე დაგიდგებიან და უფრო მეტად ხელს შეუწყობენ თქვენი ავტორიტეტის ზრდას. ძალიან კარგი პერიოდია ხელშეკრულებების დასადებად, მოლაპარაკებებისთვის, ქორწინებისთვის, ახალი პროექტების ან ახალი შეიძლება საქმის ან სამსახურის დასაწყებად. და ეს ის პერიოდი, რომელიც ხელსაყრელს უფრო უკეთ თქვენი ნიჩის და უნარის შესაძლებლობების გამოვლენას არის გამო, იქნებით შესაბამისად კარგად შეფასებული კოლეგების და ხელმძღვანელების მხრიდან. სხვათა შორის სიახლეების დროა. რაც მეტად შემოიტანთ რეფორმებს თქვენს ცხოვრებაში, სიახლეებს, შეიძლება ახალი ვარცხნილობა, ჩაცმულობა, ახალი პროექტი, იდეა, მეთოდოლოგია, ინტერნეტთან მაქსიმალური კონტაქტები, აქედანაც მნიშვნელოვანი საინტერესო ინფორმაცია, ცოდნა, კონტაქტი, რაც ხელს შეუწყობს მეტად თქვენს განვითარებას და წინსვლას. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 10-14 ნოემბრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 12-16 ნოემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, წინა კვირისგან განსხვავებით ეს კვირა უკეთესია, პოზიტიური, უფრო შედეგიანია, მათ შორის ფინანსური წარმატების კუთხითაც კი. ეს პერიოდი ხელს უწყობს, ასე ვთქვათ, შემოსავლის ზრდას, ინვესტირებას, მსხვილი საგრილების გაკეთებასაც კი. ამიტომ შეიძლება ძალიან რადიკალური ცვლილებები მოხდეს სახლში, ოჯახში, შეიძლება ახალ ბინაშიც გადახვიდეთ, ახალი ავეჯი შეიძინოთ, ან დავუშვათ უძრავი ქონება შეიძინოთ, რაღაც სასიკეთო ესეც საინტერესო ცვლილებების პერიოდია და თუ კარგი ურთიერთობები გაქვთ კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს თქვენი პროფესიონალიზმის ზრდას და პროფესიონალურ კარიერულ წინსვლას. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 11 ნოემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 14 ნოემბრის დღე და ეს რიცხვიც.
აჩერება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს ერთ-ერთი ფავორიტია. ამ კვირისა თევზები ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მგრადია, ინტუიცია სათანადო დონეზეა, რომელიც კარნახობთ როგორ იმოქმედოთ და სწორი არჩევანი როგორ გააკეთოთ და ამიტომ საერთო ენას ადვილად პოულობთ ოპონენტებთანაც კი, არამსტულ პარტნიორებთან. შეგიძლიათ ადვილად მოლაპარაკება და რთული საკითხების გაცილებით უფრო მშვიდობიანად გადაწყვეტა. ეს პერიოდი ძალიან კარგია, იმიტომ რომ ხელს უწყობს თქვენი პოპულარობის დასს, ავტორიტეტის მატებას, თქვენ ნამდვილი იდეიური ლიდერები ხდებით აქ საზოგადოებაში და აქტიურად შეგიძლიათ რეკლამირება თქვენი იდეებისა, პროექტებისა, სხვა შორის მხარდაჭერასაც იპოვეთ. ეს პერიოდი ხელს უწყობს უფრო მეტად თქვენი ბიზნესის განვითარებას, აი სასამართლო პროცესებში რო ვიყოთ ჩართული, ძალიან კარგად წარიმართება ეს ყველაფერი და სხვა შორის პრობლემებსაც ადვილად გადაწყვიტავთ. ძალიან კარგი პერიოდია მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, შეიძლება უცხოელებთან პარტნიორული თანამშრომლობა, უცხოეთში სწავლა და იქედან ასე ვთქვათ გარკვეული ფინანსური წყაროების მოზიდვაც კი. ამიტომ იაქტიურეთ თქვენთვის ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდში. ამ ინფორმაციით, საუკეთესო სურვილებით, მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, ბოლოს შეხვედრამდე.